აჰა, დედიკო, მარიკო, დაგატო? მოდი. ოპა, წაიშვი დედიკო, დაიტენიან ესახე. ლოყები, დედი, ლოყები. დასრულე? კარგი გოგო ხარ. კარგი გოგო ხარ. ეს თავის უჯრაში შეინახეთ რა. მადლობა. და წარბები გაგისწორო დედიკო, აქეთაც მობრუნდი, შენ გაისწორო. სიყვარული. წადი დედიკო, რატო მოგსაობ? წადი საყვარელო ჩქარა. წადი ჩემოლამას, წადი. უყურე საწვან. მარტო 5 წუთი ამიყვანა. ზუსტად ესეთი ფერიზე და არაფერით ჩემი მოსვას ხამდა, რატო არ ვიცი სამსახურში. მაგრამ არა. ახლა შუა კვირაში ჩავიცმე მამას. ხედ როგორ ხდება ეს ფერები. ერთმანეთს ესეთივია რა ზედაც. ხო და სხვა ზედას ვიცი უბრალოდ. ხაბავშთან გადასასვლელად და თან გადმოვქანდები თუ არა ჭურჭელი რაღაცები უნდა ამოვრეცხო მივალაგო. და მე გავიქცე სამსახურში, ამიტომ სხვა ზედა უნდა ჩავიცვა მე. დედა რა კარგი მზია სათვალე რატო არ წამოიღე. ანუ რა გახდა გონცა სათვალე რო ატარო, აი არ ვიცი. მართლა არ ვიცი. მამა ჩემო დამირეკა, იდეაში მამა ჩემს უნდა წავიყვანით, მაგრამ მაგვიანდებაო და მომიწია ფეხით წასვლა. მარშრუტკამ არ მოგვისწრო. წავედით, ბედნიერი და რიკო მეკითხება გუშინ. დედა შეყვარებული ყავსო? კი მეთქი დედიკო თქო, რა ქვიაო? ყობა თქო. ეხლა შემკითხეო. მარიკო შეყვარებული ყავს თქო? მე და მამა მის დაძაბულები ვუყურე. კიო. რა ქვია მეთქი? მანანა ბებობო. დედიკო. დადივა. რასთან ეჯახი? ყოცადი. რამერეთ ვერ დაინახე შურო იმხელა კუბიკი. მერტო შემიშვა. აგერ რომელი საათი. ეს პერიოდი ხო გახსოვთ რო ვიძახდი რომ ღმერთო მეთქი გონ არ დაემთხოს რამე ისეთი მნიშვნელოვანი ჩემს მნიშვნელოვანს თქო სამსახურის დაემთხვა როგორც ყოველთვის მე ჩემი შვილის ბედნიერ დღეებზე ვერ ვარ ახლა ხუთშაბათს აქვთ ღია გაკვეთილი და მე რა თქმა უნდა ვერ ვიქნები იმიტომ რომ პარასკევს გვაქვს ესეთი ზეიმი მუსიკალური სპექტაკლი მოკლედ. თავის კოსტუმები, როგორც ხდება ჩვენთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერანაირად ვერ მოვალ ხუთშაბათს. მაგარი დამთხოვები მაქვს. ცოტა მაკლა და არ მეტირა. შეამოვიდა. ძალიან თან. მის უარი ნერვიულო პედაგოგმა ძალიან აქტიურიაო ძალიანო აი რაღაცების აწყობა და რაღაცა ისე დათვლისო რაღაცებს რო გაგიჟდებიო მაგრამ ხომ მინდა რომ ნახო მეც ხომ მინდა რომ ნახო ჩემს შულზე მნიშვნელოვანს ვაკეთებ რამეს მაგრამ რა უყო იმ პასუხისმგებლობას რაც რეალურად მაქვს ამდენი ბავშვთან ასე
როგორც ხედავ, მე ხშირად მომიწევს ხოლმე ამ თემაზე ძალიან დიდი გულისხმობა. როგორც ვთქვი. სანამ სამსახურში წავალ, მინდა რომ უცებ მივალაგო აქაურობა დავრეცხო. რა თქმა უნდა, ჩქარებულია ნეტა ესე მალელა გდებოდა ჩვენი ყველაფერი. ცალხელთათ მას ხედავთ და რატო? მეორე გავხიე კაც მარიცი, სად როგორ ამერც ვერ ვიყენებ, ალბათ გადავაგდებ, მაგრამ იყოს დროებით. ხო და ესე იგი, უნდა მოგიყოთ გუშინ მეტროს ამბავი. გოგო, რომელმაც აგვაყროლა მე და ჩემი უბნელი გოგო. დავიხრჩეთ, გავიგუდეთ, ხალხო. ეგ არ იყო ერთი დღის მოუწესრიგებლობა, ეგ იყო არ ვიცი რამდენი ხნის, აი ეგეთი რამ დედას გეფიცებით, მარიამის თავს გეფიცებით, ძალიან დიდი ხანია ეგეთი კატასტროფული სუნი, მე არ მიგრძნია არსად, მე არ ვიცი რანაირად ახერხებთ, ან თქვენ არ გცემთ, ვამინახეთ როგორ საყოველთებშია, ან არ ვიცი, მაგრამ არ შეიძლება სირცხვილია ახალგაზრდა გოგო მით უფრო, როგორ შეიძლება ესე გადაკოთებული დადიოდეს, აი არ ვიცი, სიტყვებით თან ჯინსის ქურთუკი მოცმული, აი მაიწყარდა ეგ სიმყრალე ხალხო, მაინც გამოდიოდა, აი არ ვიცი რა დაგვემართა, ესე იგი დედას გეფიცებით, როგორ გავარდი ვაგზალზე, არ მახსოვს. არ ვიცი, მალადით დაო. არ ვიცი, ან ხამე როგორ დაიძინეთ, ან ასე როგორ ადექით, მერე ჩაიცვით, ვინც იყავის ულერდიაჩებს, რა ვიცი, წენი კი ესვა თვალზე და მშვენიერი ტუშცაცხი ქონდა, ტუშზე და ლოყები, რა ვქვია, დაბლაშული და ვერ გეტყვით. ვერანაირად, რატო ხართ ასე, ვერ გეტყვით. გასაგებია ზოგს თავი დავე სპეციფიური, ეგ ყველაფერი ვიცი, მაგრამ თავის მოვლა მაინც არის შესაძლებელი, თუნდაც იყოს პრობლემა, ხო ეს გრძელი კობზი ძალიან მიყვარს ყავისთვის. ხო და რა ვიცი, თან ჩემ ქმარს ეძინა, არ ახრახებდი ამ ჭურჭელს, ვიძახდი ვაიმე დედა, ეხლა თუ გამოიღვიცა. არ მეტყვის რას მირახრახებ, მძინავს, ეხლა ეგრე მე რომ მომიშვას ვინმე მომკანი და ხეხოს და გლჯა შებაჭკვიდან ავიწიო. ხო და მადლობა კობა რომ მიძლებ. დიდი მადლობა. ფეირი მიყვარს ძალიან, რა ვქნა, განსაკუთრებით, აი ჩემი ერთ-ერთი სიყვარულია ფეირი. ესეც ასე. ეს ტაფა არ ვიცი, სისხლი გამიშრო, არ ძვრება ის რაღაცები დაზიანდა და მის მერე არის გინა ხეხე, გინა გლეჯი, არაფერი არ შველის. რა დავასხა არ ვიცი, მე ძალიან ქიმიურ რაღაცებს ვერ დავასხა, იმიტომ რომ ალერგიული ვარ და რა ვიცი რა ეშველება, გახეხოს უაძრვა, ვერ გავიგერავდა. მთავარია სუფთა იყოს და იმ რაღაცა ყვითელს ავიტან რამენაირად. ესეც ასე. დავასრულეთ ჭურჭლის რეცხვა, გაზიც გაიწმინდება. ხო, ეს საოცრად გრილში მოქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა გამოვიცვალე. ხო და უცებ მოვწესრიგდეთ და გავიქცეთ სამსახურში. არ დავაგვიანო. დავიტენიანე ხელი, დიროლი ჩემი სიყვარული აუცილებლად. არ დაგვავიწყდეს ბეჭდები, ამის გარეშე სახლიდან არ გავდივართ. დავდოთ თავის ადგილზე, რასაც ავიღებთ. ჩავიცვათ და გავიქცეთ სამსახურში. როგორც თქვენ, ჰერი. ასე რომ ბედნიერი დღე თქვენ ყველას. უისუნამო. დავისხი, არ მახსოვს. რადგან მეჩქარება კონტურის დრო აღარ მაქვს და უცებ გადავისვი ეს, თუმცა კონტური მერჩივნა. ვახმოვანებ და კადრები არის ძალიან ნელი, ოღონდ ვერ გავიგე, ანუ პირიქით აჩქარებაზე მაქვს დაყენებული და რატომ ილაზლაზნებს ვერ ვხვდები. ცოტა ვერ გავიგე. ეს ჩემი ჩანთა, ჩემი საყვარელი ჩანთა. ხო და ახლა ვისხამ. არა ბიჭო, ეგ ყაბაკლი არ დავისხა. წავედით, გვაცა დაგაგვიანდა. და გაიქცი სამსახურში. რა ამასი ვარდები. ჭურჭელი დავრეცხე გოგოებო.
სახლი მივალაგე იმ ეტაპამდე მივიყვანე რომ მოვალ წყნარად მშვიდად ყავასაც დავლევ სადაც გავაკეთებ მშვიდად ну იატაკი მოსახოტე მოსაწმედი დამრჩა ამას რომ მოვალ სადილის მერე გავაკეთებ ხო და რაც თავარი იყო ის დავამატე ამოჩვენა ცოტა ყელი მიხეხინებს ოღონდ ვერ გავიგე რატო აი იმედი მაქვს რომ ამ საზეიმოდ ხმარ ჩამივარდება ჯვარი მწერი აი ამ ჩასახობზე ვგიჟდები ნახეთ სიმწვანეა აქ და ჩვენ თბილისში ზოგადად სიმწვანის დეფიციტი გვაქვს ასე რომ სადმე სიმწვანეს რო ხედავ ესე უცებ ტინტი გადავისვი იმიტომ რომ ძალიან ფერმკრთალი მქონდა ტუჩი და მე გამოსვლისას ოდნავ კონტურით ზედა მხარე და ქვედა შევისწორე ხო და მადლობა რომ იყურებთ ხალხო ძალიან დიდი მადლობა ძალიან მეტკინა გული ერთ კომენტარს და მინდა გამოვიხმო აუცილებლად რაც შეეხება სუშილაკიო და ტუჩების კი არა და ბოტოქსები და იმაზე ვლაპარაკიო და მოსმენო ყელში ამოვიდა თუ რაღაც და რა თქმა უნდა ვიღაცამას დაალაიქე ხა ბუნებრივია მომხრე ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე რამე კომენტარს დედა თუთებს გადაუვარე ძალიან მეწყინა რა რომ ჩემს ვლოგებში ხოლო ჩილაკი დაინახეთ ხალხო ანუ მე არაფერს არ ვაკეთებ და რამდენად ხო ყელში ამოვიდა თქვენი შემდგარი ცხოვრება თუ რაღაც ჩემს ვლოგებში რომ მარტო შილაკი ნახეთ ჯერთი ჩემთან პლასტიკებზე ვლაპარაკებ და კეთებები არ არის ეგ ვიცით ყველა ძალიან მეწყინა იმიტომ რომ ასეთ შეფასებას არ ვიმსახურებ იმიტომ რომ ჩემთან მხოლოდ შილაკი არ არის ძალიან ბევრ რამეზე ვსაუბრობთ ძალიან ღიად სხვათა შორის ასე რომ თქვენ თუ გინდათ ხოლმე რომ ვინმეს ეცეთ ძალიან გთხოვთ გვერდი ამიაროთ არ მიყუროთ და ასევე ვინც დამლაიქებელი ხართ ასეთი კომენტარის თქვენს გაუდექით გზას პატივისცემით დოდონა ახლა კი გადავიდეთ გზაზე და წავიდეთ სამსახურში კი რამე კადრებიც გადავიღო სახალისო მე რო ჩანდე და არა ბავშვები რა თქმა უნდა უამრავ სითბოს რომ მიყოფთ ხალხო თქვენს წილს ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მეტნაკლებად ვცდილობ რომ ყველას რასაც ვნახავ დავაგულო ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც არის და რასაც ვხედავ თქვენგან არის ხოლმე შემთხვევა რომ კომენტარს როდის ვნახულობ რა ვიცი თქვენ მაპატიეთ და ვისაც ეგრევე ვნახულობ და მიგდებს იმათ აუცილებლად ტექსტუალურად თუ არა გულებით მაინც გამოვხატავ თქვენ დამი პატივისცემას იმიტომ რომ თქვენ გამოხატავთ ჩემ დამი პატივისცემას უღრმესი მადლობა რა ხდება რასაც აქვს ადგილი შავს მილიონი პროცენტით ჯობია ჩემთვის აი ეს ძალიან მომწონს ვიდრე შავი ძიქნა ნახალოვკაში კინოთეატრი რო კინო საქართველო აი მანდ იხსნება ჯიჯი მართალია ხა ჩემთან ერთნა ბიჭი არ არის მაგრამ 2 წუთში ტრანსპორტით იქვარდა ფეხით 10 წუთში ხო და ისე გამიხარდა იმიტომ რომ არსად ჩემთან ჯიჯი არ არის არც ვაგზის ტერიტორიაზე არ არის არც ნაძალადების ტერიტორიაზე არ იყო და ეს სულ მინდოდა რომ ყოფილიყო იმიტომ რომ იყო რაღაცები რა ძალიან მომწონდა და მეზარებოდა ახლა სადღაც ბუდიალი ხო და როდის ხსნება არ ვიცი ჯერ გახსნება ანუ დაანონსებული იყო თარიღიც არ იყო მითითებული და ალბათ ძალიან მალე რადგან ბანერიც გამოჭიმულია ხო და დავეცეთ ერთი დღე ჯიჯის საოცრება რაღაც ომისაზელი გობები მომწონს და თუ ეკნებათ
სიამოვნებით შევიძე. მოკლედ, დავბრუნდი სახლში, თან ცოტა სადილის რაღაცები გავამზადე. იმდენი, რადგან მამა სახლშია, აღარ გადავედი ეგრევე ბაღში და აღარ ვიწვალე მარშრუტკით და იქ ღერთი სადილოდინ და მოვედი სახლში თან ცოტა, ძალიან ცოტა დრო მაქვს და თქვენთან ერთად მინდა რომ ყავა დავლიო რამენაირად. მინდა ერთ თემას შევეხო, რომელიც TikTok-ზე არის ძალიან აქტუალური. გარდა იმისა, რომ ეს თემა ცხოვრებაშია ძალიან აქტუალური, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების რაღაცა კადრები, რაღაცა დეტალები და ყველაფერი ისახება TikTok-ზე. და აი რო იტყვი გატრენდდაო, რაღაცნაირად ესე გატრენდდა ეს ამბავი, ეს არის ხმები, იმ ბავშვობის ხმები, სადაც თავს არ გრძნობდი კარგად, სადაც არ იყო შენი კომფორტის ზონა, სადაც შენი დედმამა არ იყო ის, რაც ოჯახის სიწმინდეს რო ეძახით ყოველ შემთხვევაში, აი ეს არ იყო და იყო სულ ჩხუბი, სულ საწოლის ქვეშ დამალვა, სულ შიშები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ თემას მინდა შევეხო და მე ნებართვა ავიღე იმის, რომ თქვენთან გავასაჯერო ერთ-ერთი ისტორია, მე არ მეხება, მაგრამ რა თქმა უნდა, ნებართვის გარშე ამ ისტორიას ვერ მოგიყვებოდით. თქვენ თუმცა ამ ისტორიაში, ამ ისტორიის მიღმა ძალიან ბევრი დაინახავს საკუთარ თავს, ძალიან ბევრი დაფიქრდება იმ ყველაფერზე, რასაც ხა მე მოყვები, იმიტომ რომ გავლილი აქვს უამრავ ადამიანს ეს გზა, უბრალოდ არიან სხვადასხვა სახელების მქონე ადამიანები, სხვადასხვა გვარების და ასე შემდეგ. არანაირი პრობლემა არ შემქმნია ამ კუთხით, მითხრა რომ პირიქით გასაჯავე, რაც მეტ ადამიანამდე მივა ეს ამბავი, მით უკეთესი. ნუ რა თქმა უნდა, ხა სახელებს გვარად ბებიების, ბაბუების და ასე შემდეგ ვერ ვიტყვი, ბუნებრივია, თუმცა ისტორია მინდა რომ მოგიყვეთ და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო აქედანაც. იმისათვის, რომ შენი ცხოვრება აი ესე გადმომიფინე და რაღაცნაირად მიმატანინებ დღეს ჩემს აუდიტორიამდე, რაც ძალიან ცნობილი ფაქტია, იმიტომ რომ იმდან ხშირ ეს ყველაფერი ოჯახებში სამწუხაროდ, რომ ვერ გავექცევით ამას. ყველა ვერ ცხოვრობს ისე, როგორც იმსახურებს თიკა ჯამბულიას სიმღერაზე არ იყოს. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებსო, ამას ორი მხარე აქვს ამ სიმღერას. ერთია, რომ დიახაც, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში რო გაგამწარებს, გატკენს და მერე თვითონაც აერევა ცხოვრება და აირაც და იმსახური ის მიიღე, ამ კუთხით კი ბატონო, მაგრამ რეალურად იმდენი რამ ხდება და იმდენი უბედურება ხდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენს თავზეც და ზოგადად იმდენი რამე გადაგხვდენი ადამიანს, რომ ალბათ ნამდვილად არ ვიმსახურებთ ამ ყველაფერს და ამ სიმღერაზე თქვენ იცით რა ამბავი იყო, ბუმი იყო და არის და დაათრევენ ამ ჯამბურიას სიმღერას წაღმა უყურმა. მოკლედ, არ ვიცი როგორ დავიწყო ეს ისტორია. მოდი იყოს ვინმე ნინო. პირობითად ავიღოთ ვინმე ნინო. მომიყვა რომ ძალიან დიდ სიმკაცრეში იზრდებოდა და თავისი ცხოვრების რა ნაწილიც ახსოვს, იმ პატარაობის ნაწილი და ცოტა დიდობაშიც, მაგრამ უფრო მძაფრად ის ჯუჯუხეთი არის ქაოსი, ჩხუბი, მთვრალი მამა, საწოლის ქვეშ დამალული ბავშვი, რომელიც უცქერდა, როდის შემოვიდოდა მამა და დაწვებოდა და თუ მოითხოვდა ამ შვილების ნახვას, ხო მით უარესი, იმიტომ რომ მე რაღაც არ მოეწონებოდა და იყო მოკლედ მცემა ტყეპა და ერთი ამბები და ეს შიშები და ეს ხმები ზუსტად TikTok-ი რატო ახსენე, ძალიან აქტუალურია ახლა, რომ აი ეს ხმები თქვენს გესმით, აი ესეთი რაღაცა ფრაზებია და გასაგებია რა ხმებსაც არის საუბარი, რაღაცა ლეწვა, მტვრევა და ის უბედურებები, რაც ახსოვს იმ ადამიანს, იმ ბავშვობაში, თუნდაც იმ დიდობაში, არც ეს კონკრეტული ნინო და თავის დედმამიშვილი არ იყვნენ გამონაკლისი ლუთი მამის ხელში, რაც ძალიან მაცუქებს ხოლმე, მაგრამ
არსებობენ ასეთი ადამიანებიც. პლუს ამას ძალიან ეჭვიანი მამა, რომელიც უკრძალავდა ცოლს, რა ვიცი, თავის მოწესრიგებას, გარეთ არ გახვიდე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნუ ეჭვიანი ადამიანი, პათოლოგი, რომელიც ახლაც გვხვდება ჩვენ საუკუნეშიც, ჩემ ტოლებშიც და ჩემზე პატარებშიც. ой, მე ყავა რა კარგია. ნინოს ეს ამბავი არის ერთი ამოსუნ თქვით მოსაყოლი და არ დაგიმალავთ მთელი ღამე რაღაცნაირად სუდად ვგრძნობდი თავს, ძალიან სუსტად ვგრძნობდი, ძალიან რაღაცა განცდებში ვიყავი, ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის აი ამ ყველაფრის მოსმენა და ამ ადამიანის ემოციები. მოკლედ, რაღაც პერიოდი მამამ შეწყვიტაო სმა და ცოტა მათ ოჯახში რაღაცნაირად დალაგდა სიტუაცია იმ მხრივ, რომ ნუ არ მოდიოდა და არ ლეწავდა ფანჯრებს და საწოლის ქვეშ აღარ იმალებოდნენ. თუმცა ნელ-ნელა აი ეს მამა რასაც ქვია, ეხა ჩემი შვილი რო აფრენს მამამისზე და ბუტყავს ღამე და აი ეს მამა როდის მოვა და მამის გარეშე რო არ იძინებს და აი ეს რო მოვა და შემოაფრინდება, აი ეს დაახლოებით რო აგიხსნათ, ეს ყველაფერი მას სამწუხაროდ და მის დედმამიშვილს არ ქონდათ, იმიტომ რომ ეს შიშები იყო დარჩენილი იმის, რომ აი სიმთვრალეში რაც გაიარეს ბავშვებმა, ხო, აღარ სვამდა, თითქოს არაუშავდა, გამოკეთდა მამობის კუთხით, მაგრამ ეს შიშები ვერსად ვერ წავიდა. და არც ისეთი იდეალური, ნუ მამა არ იყო, უბრალოდ აღარ სვამდა, თუ რაც იყოვო, ის იყოვო, მოკლედ რა მერეც, ისეთი არაფერი. ყოველ შემთხვევაში დედის მხრივ ისეთი ეჭვიანი, ამ მხრივ არაფერი შეცვლილაო და სულ რაღაცნაირად გვეცოდებოდაო დედა და ის სულ ამ განცდებში იყო მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 8-9 წლის ასაკში უკვე გარდაეცვალათ მამა, ნუ მე აურია ისევ სვამდა და მოკლედ დაეშალა ხუძიდან მთელი ამბები. მოკლედ გარდაეცვალათ მამა 8-9 წლის ასაკში უკვე ნუ ფაქტობრივად დაიწყეს ცალკე ცხოვრება და აი აქ მივხვდიო რამდენად მშვიდად თენდებოდაო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავიო, აი ეს გათენების ის, რომ ვინმე გათენდა, აი ხო ხვდებით და აღარავინ აღარ გეჩხუბება და ყვირილი აღარ ესმის და აი ეს მომენტი ძალიან ისე შევიგრძენითო, მაგრამ ეს შიშები სულ თითქოს მოლოდინი ვიღაცა რომ დაიძახებდაო, დავიყვირებდა, ეს რო ცქმუტავე, ხო იცით, რაღაცნაირად აი ესეთი შიშები ძალიან მძაფრად იყოვო. გავიდა დრო და მისმა დედიკომ გაიცნო ვიღაც მამაკაცი, გააცნო შვილებსაც. ნუ დადიოდნენ ერთად, მეგობრობდნენ, მეგობრობა გადაიზარდა სხვა, როგორც ხდება ხოლმე, ხო იცით, ეტაპები. და მერე დაიწყო უკვე ოჯახური თანაცხოვრებაო, ერთად ცხოვრობდნენ, ესე კანონიერად არა, მაგრამ ნუ ერთად ცხოვრობდნენ, მოკლედ, მამას არ ვეძახდითო, მაგრამ ნუ ცხოვრობდა მამაკაცი სახლში, დედას ქმარი, აი ესე იმაშვებოდითო რა, აღ ვქვამდითო დაახლოებით. თავიდან ყველაფერი იყო წესრიგში, იმ მხრივ რომ არ ჩხუბობდა, არ ლეწავდა, არ თვრებოდაო და ნუ მოკლედ ასე შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო ცოტა აი წამორტყმები ბავშვებთან, ხო იცით, აი რაღაც ეს რომ ვითომ მოეფერები და ამ დროს რეალურად მართლა ურტყავ, აი დაახლოებით რო აგიხსნათ რა. ეგეთი სიტუაციები დაიწყო, ოჯახში თავიდან არ ვაქცევდი თუ ამას ყურადღებას, იმიტომ რომ რაღაცნაირი ის გქონდაო, გეხუმრები, გეფერები, მაგრამ ანუ აშკარად უკვე აგრესიაში ქონდა ამ მამაკაცს ამ ბავშვებისადმი, ანუ არ უნდოდა რა ეხა ეს ბავშვები სახლში, მაგრამ ეხა ბავშვი სად უნდა წასვლიდე, დიდიც რო იყოს მისი შვილია და რომ მოყავს ცოლა თუ რა ვიცი, ერთად რო ცხოვრობთ, შენ ხო იცი რომ მას ყავს შვილები და ვერ გაუშვებს ნატანჯი, ნაწამები ბავშვები. ერთ დღესო სახლში მივედით და დედა, ნუ დაგხვდა ნაცემი ამ ნაქები მამაკაცის მხრიდან. ხშირად ხდება ხოლმე ის სხვათაშორის, რომ აი როცა ესეთი ცხოვრება აქვს, ხო, მაგალითად ადამიანს გავლილი, აი რაღაცა მეორე ადამიანს თითქოს ეგეთი ხდება ხოლმე, აი ბევრისგან გამიგე, რომ აი მაგაშიც არ გამიმართლა, ესეც ასეთი აღმოჩნდა და ალბათ ყველა კაცი ერთნაირია, ამბავი რო გითხრათ რა.
მოკლედ მოდიოდა ეს კაცი სახში ჩვეულებრივად, აი რაღაცა თმენის ვალდებულებებში რომ გადავიდა დედაო დაახლოებით ეგრე ვიყავითო და დაიწყო ისევ ხელმეორედ ჯოჯოხეთი, ისევ შიშები, ისევ საწოლის ქვეშ შევარდნები, ისევ დედა და არც ის ამ გოგომსად გაიქცეს და მეორედ ნუ გადაშექმნეს ასე ვთქვათ ოჯახი და კიდე ხوار დაანგრევდა ფაქტორი იყო. და აი ამ გამოწევაში მოკლედ გაიზარდა ეს გოგო რა რო აგიხარ თავის დედმამიშვილთან ამ ქაოსში ამ ჯოჯოხეთში იზრდებოდნენ ბავშვები და ითქვი ხო წარმოგიდგენიათ ახლა სრულფასოვან გარემოში სადაც კი კაცო კამათიც არის მაგრამ მაინც სრულფასოვანი გარემოა მეტნაკლებად ამაში როგორ შეიძლება რაღაც მომენტში ბავშვის იმას ქნას და აი ამ ჯოჯოხეთში როგორ უნდა აღზარდო შვილი რა უნდა მისცე და საერთოდ ნუ ხა ის რომ ბიჭი და გვაკალდა ყველაფერი ამაზე უკვე ალბათ ხვდებით რომ ვარც არის საუბარი ნუ მოკლედ ესეც კაი პათოლოგი ეს ძმა რომ მოიზარდა და აგრძელებდა ეს ცემატყებას და ნუ ჩვეულებრივი ამბავი იყო უკვე აი არ მოეწონებოდა და დათხრობოდა და ასე შემდეგ ერთ-ერთი ესეთი ომის დროს ამ ბავშვი რაღაცა ცოტა ძალა რო უკვე იმას ქნა ბიჭში ანუ ძმაში ერთი კარგად შემოულაწუნა ამშენ მეორე მამას თუ ვინც იყო და ნუ იქ ატყდა მთელი ამბები გამოწევა იმ ამ ბავშვზე ნუ მოკლედ სრული ჯოჯოხეთი ნუ ამის გარდა მე არ ვიცი ხარ რა სიტყვა შეეფერება ეგეთ თანაცხოვრებას ჯოჯოხეთი ხო ნუ აი სადაც გინდა რომ ალბათ თავი მოიკლა არ ვიცი ხა სხვა რა უნდა გინდოდეს ეგეთ გარემოში რო იზრდები რა ნუ დაიშალნენ ერთი სიტყვით ის კაცი წავიდა თავის გზაზე შეურიგდაო თავის ყოფილ ცოლს ნუ შვილები ყოლია და თავის გზაზე წავიდა მოკლედ დარჩნენ ასე ნუ ამასობაში გადის დრო გადის წლები და დადგა ის დრო როცა უკვე დიდია ეს გოგო და ნუ დედა ეუბნება რომ უნდა გათხოვდე უნდა შექმნა ოჯახი და ასე შემდეგ და კატეგორიულადო მითხრა გვანცა გათხოვება ჩემთვის არისო აი რომ მომისაჯონ სიკვდილიო დაახლოებით რო აგიხსნაო რა არის ჩემთვის გათხოვება ჩემთვის არის ის რომ ვიყო სიკვდილ მისჯილიო ხა სხვა მეტი უბრალოდ მე არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვაო რამდენი ბედნიერი ოჯახიც აი ესე არ უნდა დავინახო და ის ჩემთვის არაფერს არ აქვს ფასიო ისეთი შიში მაქვსო ისეთი გაუსაძლისი ცხოვრების აი დაქორწინების შიში მაქვს რომ ანუ ამის გაგონება არ მინდაო მაგრამ ეხლა ნახეთ დედა ეუბნება რომ არა უნდა გათხოვდე და ეს ეუბნება რომ შენ ხო ჯერ გათხოვდიდე და ეხლა ის მამა რაც იყო ვიცით მე ის კაცი ერთად ცხოვრობდით ეხლა უცებ ხო არა რომ ჯვარი ერთად დაეწერა ნუ ქმარი იყო ქმრად მიაღებინა ხო ამ შვილებს და შენაც გაიარეო კაცო მე არ შემიძლიაო რა თქმა უნდა ხა ეს დედა მეუბნება რომ არა ყველა ასეთი არ არის მაგრამ ამ გოგოს ისე აქვს ხალხო ფსიქიკა დანგრეული და მე ვუთხარი რომ ამისათვის არსებობენ ფსიქოლოგები და ასე შემდეგ და ესე ჰაერზე ძალიან მარტივია რა ადამიანს ახლა რჩევა დარიგებები უგზავნო მაგრამ ფაქტი წინაშე კიდე სხვა რაღაცები ხდება რა ეს ძმა ცხოვრობს საქართველოში ძალიან პატარა საკიდან წავიდა მუშაობს საზღვარგარეთო დედა და ეს არიან და არ უნდა მოკლედ ამ გოგოს გათხოვება ეს დედა ეჯაჯგურება რომ არა უნდა გათხოვდე ასე ხო არ იქნები მე რომ მოვკვდა შენ უპატრონოთ რჩები და აი ხო ხდებით რა აი უბედური დედა ძალა გამოლეული განადგურებული შვილი რომელსაც არანაირი ის არა აქვს არ შეუძლია და არა თუ გათხოვება ხალხო მთვრალ კაცს აი სადმე რო ვართ მეგობრები და ასე შემდეგ მთვრალ კაცს რო ხედავო ისე ცუდად ხვდებიო აი პულსი მიჩქარდებაო და აი მიბუჟდება ყველაფერი ანუ ეს შიშები სად წავა ხალხო არსად არ მიდის ეს შიშები არსად ილექება და დიდობაში ჩანს მე ყველაფერი ხა ბავშვები 8-9 წლისები იყვნენ ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ და მე კიდე პლუს მეორე იმის ჯოჯოხეთში ანუ რაც დაიბადნენ ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ და რამ უნდა დაავიწყოთ ეგ ყველაფერი და რამ უნდა არ უნდა
აი დედისაც მესმის რომ შექმენი ოჯახი შვილი მინდა თუ რა ხო გავიგეთ მაგრამ ის მომენტი რომ დაენგრა ამ ბავშვს ყველაფერი რაც კი შეიძლება ესე ეგონა რომ უნდა ყოფილიყო ნორმა და არ აღმოჩნდა ნორმა რომ აღარ უნდა რა ეშენი გათხოვება რა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მართლა რომ შექმნას ოჯახი და აღმოჩნდეს ეს ადამიანი ვიღაცა კიდე პათოლოგი აი ამის წარმოდგენაც კი აი ეხლა მე ხომ მშობელი ვარ და სულ ვიძახი ხოლმე დოდონას იუმორისტულ ვლოგებში რომ დავინახო ან გავიგო ჩემს გოგონას დაარტყა ქმარმა ცემა ვერ გადამირჩება აუცილებლად ვცემ დავალეწავ ფეხებს აი წარმოდგენა არ მინდა რას ვიზავ არ ვიცი რას ვიზავ მაგრამ კარგად მშვიდობით რომ დამთავრდება ეს ამბავი დარწმუნებული ვარ ხო და აი თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ან ეს დედა რა როგორ იმაშვება ხო რომ უნდა კი მაგრამ ამ ბავშვს უკვე всё ეს ბავშვი აღარ არის უკვე ლაბის ქალია და დიდია კაცო და აღარ არის პატარა ბავშვი მაგრამ დამთავრდა მასში ის ყველაფერი დამთავრდა აი ეს ქალი დამთავრდა ეგეთ შეგრძნება რომ მე საუბრობ და აი ქალი რო დასრულდება შეში ხო ხვდებით აი ეგ შვილი რო დასრულა მისთვის ეხა მამა სიტყვა მამა არ ნიშნავს არაფერს გარდა შიშის ემოციების ფორიაქის იმის რომ ვაიმე დედა რა მამა და საერთოდ არც უნდა გახსენება ან აი საფლავზეო რომ მივდივართო ხო აღდგომას არ მინდაო მე ჩემ შვილებს ცოლის ადგილზე ანუ დედის ადგილზე არც კი დაბაძალებდი წამოსვლას არ მინდაო ჩემთვის ის არის უდიდესი ტრაგედიაო ის ვიწევს ეხლაც კი რამდენად განცდებში და რამდენად უბედურია ეს ადამიანი რომ მთელი ცხოვრება დაენგრა და იმის საფლავი უნდა გეხვეწებით რა რაში აინტერესებს რა რო ავით კურთხე გადააგოროს არანაირი ემოცია ადამიანს შიგნიდან აღარ აქვს გააუბედურა შვილები საკუთარმა მამამ და ესეთების საფლავებზე რომ დადიან და მე თუ ტირიან ხო გაკვირვების განცდად ხვდები მაგრამ აი ხო ხედავთ არ უნდა და აი მინდა ყველა აი რაღაცნაირად შეგრძნება მაქვს აი ყველა ერთად შევკრიბო ესეთი ადამიანი ვისაც ამდენი ტკივილი აქვს გამოვლილი მამისგან და აი ესე ჩავიხუტო ყველა და რამდენია ხალხო აი რამდენი ადამიანია ესე გაუბედურებული განადგურებული გამწარებული ძალიან ბევრი ცოტა ხო არ არის არა ასე ძალიან ბევრი მადლობა ნინო ძალიან დიდი მადლობა აქედანაც გეუბნები რომ ძალიან განვიცადე და ეს ყველაფერი იმდენად მასიურია და იმდენად ხშირია მით უფრო აი ჩემი თაობის ადამიანები მით უფრო ალბათ სავარაუდოდ ახლა კიდე მეტნაკლებად სხვანაირად გადალაგდა ცხოვრება და ცდილობენ მოძალადეებს გაექცნენ და შვილები არ აცხოვრონ ჯოჯოხეთში და ადრე რაღაცა გაქცევა ძალიან რთული იყო ხოლმე და არა მარტო მამები ანუ ზოგადად ხომ არის აკაცო მოძალადე დედებიც მარტო მამები კი არა დედები მოძალადეებიც ეჭვიანებიც არიან და ალკოჰოლიკებიც და რა ვიცი ნარკომანებიც და რა ვიცი რაც კაცი არსებობს და მავნებლობები შეუძლია იგივე შეუძლია ქალმა გააკეთოს რა ეხლა ნარკოტიკს ვერ გაიკეთებს ვერ დალევს თუ რა მაგის მეტი რა გვინახავს ხო წარმოგიდგენიათ რა და არაფერი არ უნდა არც ოჯახი არც ქმარი არც არც არ უნდა ამ ყოველთვის გახსენა აი ჩაკეტა საკუთარ თავში ეს ყველაფერი დამთავრდა იმის ახარში მისთვის არც ანიშნავს ეგ აი ის იმედი აქვს დედას რომ იქნებ შეხვდეს ვინმე ისეთი ღირსეული მამაკაცი ხო ხვდებით ვინც აი ამ ტკივილებს უმკურნალებს ასე რომ ვთქვათ მაგრამ ეს ეგრე არ იკურნება აი რაც უნდა კარგი ქმარი ყავდეს ერთი თუნდაც დაყვირება და ერთი თუნდაც კამათი ისე იმ საწყისში დააბრუნებს რა ისე იმ საწყისში დააბრუნებს იმიტომ რომ მე თუ შეიძლება კამაძე არ მქონდეს ეგეთი რეაქცია მას ექნება აუცილებლად იმიტომ რომ ის ისედაც დატანჯულია და მისთვის ეს ისედაც ჯოჯოხეთი იყო
და მისთვის ის უკვე შიშებია, ის კამათი შიშია უკვე, რომ მორჩა უკვე სხვა რამეში გადაიზრდება და შეიძლება ვიღაც გააკონტროლოს თავი. ახლა მე თუ კამათს დავასრულებ, შეიძლება იმ ადამიანს ვერ დაასრულოს ეგ და რაღაცა საშინელებაში გადაიზარდოს. ეგრეა. სხვათა შორის მე მყავს ნაცნობი გოგო, რომელმაც მითხრა, რომ მე მთვრალი კაცების მეშინია და მე ვერ გავყვები ისეთ მამაკაცს, რომელიც სვამს. ვერ გავყვებიო. და ვიღაც ბიჭს მოწონდიო და რო გავიგეო, რომ სვამდა, ოღონდ ლოთიკი არ იყო ხალხო. რა ვიცი, რაღაც რესტორანში დალია რა მეგობრებთან. რო გავიგეო, იქ დავამთავრე ყველაფერიო. ნუ ეშინია რა. აი ყველას ჩვენი რაღაცა ხო გვაქვს რა. დამოკიდებულებები თუნდაც და აი ეს შიში აყვა ამ ადამიანს რა. და აი ხურჩევნია, რომ არ უნდა გაძლო შენი მამაკაცი. თორე ხა გეხვეწებით ფხიზელი უარგისი არ უნახავს არავის, რამდენიც გინდათ ხო? აი ძალიან მინდოდა აი ეს თემა გამეშალა ძალიან და ძალიან კარგია რომ მარიკო აქ არ არის და ამ თემაზე ვისაუბრებ. იმიტომ რომ რაღაცა არ მინდოდა ესე მარიკოსთან რაღაცა სიმშვიდე მინდოდა რომ ამ თემაზე ვისაუბრებდი და ძალიან მაგარი გოგოები და ბიჭები ხართ, ვინც ეს ყველაფერი გაიარეთ. ანახლა გადიხართ ამ ყველაფერს და ფეხზე მაინც მყარად გახართ, მაინც შეგიზეთ, მაინც იბრძვით, მაინც არ ნებდებით, აი ძალიან მაგარი ხალხი ხართ ხალხო და არავის არ ვუსურვებ ასეთი მამის ყოლას. დარწმუნებული ვარ, ამაზე არც ერთ ქალს არ უოცნებია, რომ ასეთ მამაკაც გაყოლოდა ხოცოლა და საბოლოოდ ასეთი მამა აღმოჩენილი იყო, მაგრამ არიან ასეთი ადამიანები და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ. გარდა იმისა, რომ ასეც აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე უნდა გავექცეთ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა, ვინც ყურებთ ჩემს ვლოგებს. დროებით. მიყვარს ასეთი ბუჩქები. ისე ჯერ ესეთი უნდა ვიყიდო, იქნება მივეჩვიო. ერთი დღე შევიაროთ ჯორდანოში. აუცილებლად უნდა შევიარო ერთი დღე. ნუ ახლა ბიუჯეტურს თუ რამეს ეძებთ, ვაბენეში თავი არ შევდით. აზრი არ აქვს, დამიჯერეთ. ეს ტრენდი ვის გახსოვთ?